ალბათ აჯობებს დავიწყოთ საუბარი აუცილებლობაზე, საჭიროებაზე, ამ გადატვირთვის თუ ტრანსფორმაციის თუ რეფორმის, როგორც თავად უწოდა მიხეილ სააკაშვილმა და რამდენადაც ზუსტად აღვიქვით, მე მგონი ამ რეფორმატორთა საბჭოს თავმჯდომარეობას თავადაც აპირებს. თუმცა, როგორც დანუკა ჟორჟოლიანი აზუსტებს, ეს საბჭო პარტიის ფარგლებში არ იქმნება მის გარეთ. როგორ მოხდება ეს ამბავი? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გამოვეხმაუროთ დღევანდელ განაჩენს ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით. ქვეყანაში არის უსამართლობა, არის უსამართლო სასამართლო, ის რომ ალეკო ელისაშვილი ტერორისტი არ არის, მე მგონი ყველა ოდნავ კეთილსინდისიერმა ჩვენმა მოქალაქემ იცის და მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მას და განსაკუთრებით მის ოჯახს. დღეს ვნახეთ მისი შვილის არაჩვეულებრივი სიტყვები და მე აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების ტკივილის, გულისწყრომის და უსამართლობის, რომლებსაც ისინი განიცდიან და აუცილებლად მინდოდა რომ ამით დამეწყოთ დღევანდელი საუბარი. შეეხება დღევანდელ მდგომარეობას და ვითარებას, რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური და სუბიექტური გამოწვევები, რომლებიც არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მგონია რომ მთლიანად დემოკრატიულ საზოგადოებას საქართველოში აქვს. ზურაც საუბრობდა აქამდე და მეც ვეთანხმები იმაში, რომ 2024 წელთან შედარებით დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი ფლაგმანები არიან ბევრად უფრო მეტი გამოწვევის წინაშე. აქ საუბარია როგორც პოლიტიკურ პარტიებზე, ისე მათ შორის მედიაზეც. ახლა მე მგონი ყველა ხვდება და მათ შორის თქვენი ტელევიზია ამის ნათელი მაგალითია, რომ შინაგანი რწმენა, პროფესიონალიზმი და სულისკვეთება უფრო მაღალ დონეზე გაქვთ ალბათ ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, მაგრამ ის რომ ტექნიკურად ბევრად უფრო მეტი გამოწვევები გაქვთ ვიდრე მათ შორის 2 წლის წინ იყო, მე მგონი ყველა დემოკრატიული საზოგადოების ციტადელს, პარტიებს, ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტურ ჯგუფებს ყველას უქმნის ბიძინა ივანიშვილი ამის პრობლემას, რომ ორგანიზებული წინააღმდეგობა როგორც მედია თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით მის წინააღმდეგ არ იყოს. ამას ემსახურება პოლიტიკური ლიდერების დევნაც მათ შორის ის ტალღა, რომელიც აგვისტოში იქნება. აქედან გამომდინარე დამატებითი გამოწვევები გაჩნდა, ხო? მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში. პირველი ეს არის ლიდერების ციხეში ყოფნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე თითქმის 5 წელია ციხეში, ამას დაემატა ლევან ხაბეიშვილის, რომელიც დიდი მნიშვნელობის ფიგურა არის ნაციონალური მოძრაობისთვის, პოლიცსაბჭოს თავმჯდომარეა და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს პარტიის შიგნით და ზე აქტიური პოლიტიკოსია, იშვიათად ასეთი და ირაკლი ნადირაძე, რომელიც თბილისის ორგანიზაციის ნამდვილი ხერხემალი იყო წლების განმავლობაში. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. მეორე არის ამის რევიზირებას მე არ ვახდენ, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ პირველად ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ჩვენ არ გვყავს საპარლამენტო ფრაქცია, არ გვყავს საკრებულოში წარმომადგენლობები, არ გვაქვს საბიუჯეტო დაფინანსება და ეს სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემებია ტრიბუნასთანაც დაკავშირებით, იმიტომ რომ პოლიტიკა ტრიბუნაა მათ შორის. ეს არ ესწავლება მათ შორის ჩვენ საზოგადოებას, ხო? ესეც პრობლემური საკითხი გახდა და ამავე დროს პროპაგანდა აქტიურად მუშაობს ნაციონალური მოძრაობის დემონიზებაზე, დასუსტებაზე. ამას დაემატა 2024 წლის გაყალბებული იყო, რა თქმა უნდა, ის შედეგები, მაგრამ მე არ მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი თუნდაც ამ გაყალბებული შედეგებით და იმ კამპანიით, რომელიც ჩვენ ვაწარმოებთ, კმაყოფილი დარჩენილი იყო მათ შორის 2024 წელს. ელექტორალური თვალსაზრისითაც, ხო? ბევრად უფრო მეტი აქტიურობა შეგვეძლო. მე მაინც ასე ამას ვიზიარებ და მეც ვიღებ პასუხისმგებლობას. არსებობს რეალური გამოწვევები, რაც გულისხმობს პარტიის მეტ სახალხოებასთან მიმართებაში. იმიტომ რომ თუ ჩვენი მოკავშირე არ იქნა ხალხი და ჩვენ გვყავს უამრავი მხარდამჭერი ამომრჩეველი, მაგრამ ღიად თქვათ, ის ბმა, რომელიც ახლა არსებობს, არ არის საკმარისი ასეთი მზარდი დიქტატურის და ავტორიტარიზმის პირობებში. ამიტომ ამის შესაცვლელად მიხეილ სააკაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა, ის გახდა და ხდება რეფორმატორთა საბჭოს თავმჯდომარე, ის იქნება მთავარი რეფორმატორი. და ეს მე მგონი არ არის უცხო ამბავი მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც პარტიულ დონეზე, ისე საქვეყნო დონეზე, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორის. აღმასრულებელი მდივანი იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი, უმეტესად ამ რეფორმატორთა საბჭოში მე რაც რა აქმაც მაქვს და რა ინფორმაციაც მაქვს, იქნებიან ის ხალხი, ვინც შეიძლება დღეს არ არის პარტიული, მაგრამ არის პროფესიონალი, არის პატრიოტი, არის სხვადასხვა ფორმით ჩართული ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. და მეორე მხრივ პარტიაში იქნება დროებითი გარდამავალი პერიოდი, როდესაც პარტიის მართვას ხელში აიღებს შესაბამისი დროებითი მართვის ორგანო
რომელიც იქნება რეპრეზენტატიული, ანუ სხვადასხვა ჯგუფების, ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან პარტიის სტრუქტურების და ის შეასრულებს ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის მართვის ფუნქციას, ხოლო გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, რამდენიმე თვეზეა საუბარი, პარტიაში ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები. ოღონდ ამ პერიოდზე მინდა ავხსნა კარგად, რომ ამ პერიოდში რეფორმატორთა საბჭო მუშაობს რეფორმებზე აქტიურობს და მე მიმაჩნია რომ სახალხოობა მხოლოდ და მხოლოდ რეგიონებში სიარული არ არის რა თქმა უნდა ხელის ჩამორთმევა ეს არის პოლიტიკის ნომერ პირველი წესი პოლიტიკოსის რაც უფრო მეტ ადამიანს ართმევ ხელს და რაც უფრო მეტ ადამიანთან შედიხარ პირდაპირ კონტაქტში უფრო მეტი ინფორმაციაც გაქვს და მასაც მეტი ინფორმაცია აქვს შენზე მაგრამ მეორე არის რომ დიდ ქალაქებში განსაკუთრებით თბილისში სადაც ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს მნიშვნელოვანია სხვადასხვა კამპანიის წარმოება როგორც სოციალური მედიის მიმართულებით ისე მედიის მიმართულებით სხვადასხვა ბაზების შექმნა მე ესე მიმაჩნია რომ ჩვენ გვყავს ბევრი მხარდამჭერი, მაგრამ მათი იდენტიფიკაცია სუსმა კი იცის ჩვენი ამომრჩეველი ვინ არის, რომ კარგად დააშინოს, მაგრამ ჩვენმა პარტიამაც უნდა იცოდეს, სად რამდენი ამომრჩეველი გვყავს, სად ვინ არის ჩვენი გულმხურვალე კომაკი. კი ახლა გვაქვს ინფორმაცია, კი გვაქვს რაღაცნაირად მათთან ურთიერთობა, მაგრამ ბევრად უფრო ღრმა უნდა იყოს. ამას ემატება პარტიაში ახალი ადამიანების შემოსვლის აუცილებლობა და ეს არ უნდა მოხდეს, არ მინდა რომ ეს მოლოდინი არსებობდეს, რომ რაღაცა ვიღაცის გამოწევა ეს სიტყვები ხშირად ისმის, უფრო ინტერპრეტაციის საგანია. ამასთან არ იქნება დაკავშირებული, ბევრი ახალი ადამიანი უნდა მოვიდეს, ვისაც კარგად ექნება გააზრებული, რატომ მოდის ნაციონალურ მოძრაობაში და ასევე გააზრებული ექნება მისი მიზნები, რომ რისი მიღწევა უნდა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ლევან, აი დავიწყოთ რამდენიმე კონკრეტული კი ბატონო თემით. რატომ დაჭირდა მიხეილ სააკაშვილს პარტიის სერიოზული რეფორმირების შემდგენელი ჯგუფის პარტიის გარეთ გატანა. პარტიაში არსებობს თავაწინააღმდეგობები, გაუჭირდებოდა მას ამ პროცესის მართვა. პიროვნულ და პერსონალურ თემებსაც აქვს მნიშვნელობა, რომ მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი შეიძლება პარტიის მართველი ჯგუფისთვის მიუღებელი ყოფილიყო იმდენად, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა რაღაცა ტიპის თავად პარტიისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს ერთი ნაწილი. მეორეც, როგორ ფიქრობთ ახლა ნაციონალური მოძრაობის სტაჟიანი წევრებისთვის, რომლებმაც იმ პერიოდში, როცა ნაცმოძრაობის წევრობა ყველაზე პრობლემური იყო, ანუ ხელისუფლების შემდეგ პერიოდში, მათ შორის თქვენც მე ხართ მისულები, როცა ისინი ხელისუფლებაში არ იყვნენ, ხო? ისინი რო ხელისუფლებაში იყვნენ, თქვენ საერთოდ ბავშვი იყავით, მაგრამ დანარჩენებზეც ვლაპარაკობთ ისეთებზე, რომლებიც იყვნენ და დარჩნენ მერე, ხო? ნაციონალურ მოძრაობაში, ანუ რო არ ითაკილეს, სხვაგან არ გადავიდნენ და ასე შემდეგ. იმის გამო რომ საშიში იყო ნაცმოძრაობის წევრობა, ხო? სერიოზული პრობლემები შემქმნელი იყო. ამ ადამიანებს რატომ არ აქვთ პრიორიტეტი თავიანთი პარტიული მომავალი განსაზღვრონ? იმათა მიმართებაში, რომლებიც ნაცმოძრაობის პარტიის წევრები არც მაგრთულ პერიოდში ყოფილან და არც თურმე შეიძლება მერე არაპირებდნენ ნაცმოძრაობის პარტიული წევრები იყვნენ. მათ უფრო მეტად რატომ უნდა ეკუთვნოდეთ სიტყვა იმაზე, რაც ნაცმოძრაობის მომავალს უკავშირდება. მე დარწმუნებული ვარ, თქვენი პარტიის წევრებს შეკითხვები გაჩნდება, რომელიც საკმაოდ დასაბუთებულია. მოდი პირველი ნაწილით დავიწყოთ. პირველი ნაწილი არის ის, რომ თქვენ თქვით, რომ იმ რეფორმატორების ჯგუფშიც უმრავლესობა იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობას როგორც პარტიას არ წარმოადგენენ. მე ესეთი აღქმა მაქვს. მოდი დავიწყოთ რატომ გარეთ. პირველი ეს არის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ლეგალური პრობლემა. პირდაპირ გადაჭრით ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი რომ იყო საქართველოს მოქალაქე, ის იქნებოდა ამ პარტიის თავმჯდომარე და წერტილი. ეს არის ობიექტური გამოწვევა, რომელიც მას აქვს, გარდა იმისა, რომ ციხეშია და არ არის ქუჩაში. მაგრამ რეფორმატორთა საბჭოს არ წარმოადგენს რაიმე ტიპის სამართლებრივ სუბიექტს, რომ მაინც ან მაინც იმის თავმჯდომარეობისთვის ჭირდებოდეს. ეს პირველი საკითხია. მეორე საკითხი. აქ საუბარი არის რაღაც გარდამავალ პერიოდზე, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილსაც მიაჩნია,
რომ ბევრი ის ადამიანი უნდა იყოს ჩართული, ბევრი იმ ახალი ადამიანის მოზიდვა უნდა მოხდეს. მათ შორის პირადად მიხეილ სააკაშვილის გამოისობით, მისი პერსონიდან გამომდინარე, რომლებიც ჯერ კიდევ ერიდებიან პარტიულ პოლიტიკაში შემოსვლას. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეფორმატორთა საბჭოს მიერ შემუშავებული რეფორმათა პაკეტები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის. რა თქმა უნდა, ამის შემუშავების განმავლობაში აქტიურად იქნებიან ჩართული უკვე მეორე ნაწილს მივაბამ თქვენი შეკითხვის, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები და პოლიტსაბჭო არის ყველაზე რეპრეზენტატიული ორგანო ჩვენს პარტიაში, სადაც თავს იყრის ყველა ჯგუფი, რეგიონების თუ ქალაქების, ვეტერანების თუ ახალბედების, ყველა, ხო, პოლიტსაბჭოში, საერთოდ ყველა. პოლიტსაბჭო იქნება აქტიურად ჩართული, რეგიონალური ორგანიზაციები იქნებიან აქტიურად ჩართულები, ეს არ იქნება, ანუ მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ განყენებულად იქნება. და ისინი რასაც იტყვიან, აი ეს იქნება კანონი. არ არის ასე. უბრალოდ ბუნებრივია, რომ იქნება რაღაცა სინერგიის ცენტრი, რომელიც იქნება ბუნებრივად დაკავშირებული, ის არაპარტიული ორგანოა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის მისი ხელმძღვანელი და მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში არსებითი გავლენის მოხდენა და ამ გადაწყვეტილების მიღება მათ შორის აი პარტიულ დონეზე შეეძლო ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. მას აქვს ეს გავლენა, მოდი პირდაპირ ვთქვათ. უბრალოდ გარეთ იმიტომ ქმნის, რომ პარტიას ჭირდება გარკვეული დრო არჩევნების მოსამზადებლად და მე ეს მიმაჩნია, რომ სწორია. მიხეილ სააკაშვილს მარტივად შეეძლო ეთქვა, რომ ამ კანდიდატს უჭერ მხარს, ჩაატარეთ ყრილობა და ეს იქნება თავმჯდომარე. მაგრამ არა, არჩევნები უნდა იყოს. თუმცა მას გამოხატული აქვს პოზიცია, რომელი კანდიდატისგან უფრო იხრება. ანუ ერთი არის ეს და ეხლა მაშინ სხვანაირად რომ მომხდარიყო ეს გადალაგება, ესე უნდა ხო, მაგრამ მოდი მაგაზეც ვილაპარაკოთ. მას გამოხატული აქვს თავისი სიმპათია კანდიდატისადმი, ნანუკა ჟორჟოლიანი. ნანუკა ჟორჟოლიანი სხვა პოტენციურ კანდიდატებთან მიმართებაში ავტომატურად ხوارდგება აბსოლუტურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არა მარტო იმის გამო, რომ სააკაშვილის, ანუ პარტიაში ყველაზე გავლენიანი რბილად რო ვთქვათ, ფიგურის მხარდაჭერა აქვს. არამედ ის ფაქტობრივად იქნება რეფორმატორთა საბჭოს რეალური ხელმძღვანელი, იმიტომ რომ აღმასრულებელი რა დაარქვით, აღმასრულებელი მდივანი, ანუ სააკაშვილის მოადგილე იქნება, სააკაშვილი პატიმრობაშია და სრულიად ბუნებრივი და ნორმალურია, რომ ამ თემებზე კომუნიკაციის ძირითადი ნაწილი მას ექნება სწორედ ნანუკასთან და პირიქითაც, ხო? ანუ ჩვენ ხო ექსტრაორდინარულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, ხა სააკაშვილი გარეთ რო იყოს, ამებზე საერთოდ არც ვილაპარაკებდი და აქამდე არც მივიდოდა ალბათ საქმე, ხო? ამ შემთხვევაში არც ნანუკას საწინააღმდეგო მაქვს, მე არც რამე მომხრე, მithumetes ეს პარტიის და თქვენი გადასაწყვეტი არის, მაგრამ ნანუკა პარტიის წევრიც არ არის. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ნანუკა ნაციონალური მოძრაობისაგან შორს ყოფილა როდესმე კენჭსიხრიდა თქვენგან და სიმპათიას ღიად გამოხატავდა და ამ ხრივ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ აი ეს რაღაცა ხალხი, ადამიანები, ხო, ჰიპოთეტიური რა, რომლებიც თურმე პარტიის წევრები არ ყოფილან, არც ახლა არიან და მერეც არაპირებენ თურმე პარტიის წევრობას, მთელი თავი აი ამ სიმძიმეების განცდისა და პრობლემების გათვალისწინებით და თურმე ის ადამიანი, ეს ხო თუ მრჩეველთა საბჭოს აუცილებლობა იყო, ყოფილიყო მრჩეველთა საბჭო, მაგრამ პარტიის შიგნით მომხდარიყო ეს ყველაფერი, რომ პარტიასაც რაღაც გავლენა ქონოდა. მე ვეცდები აგიხსნათ აქ რა мотиваციაც მოვისმინე თავად ნანუკა ჟორჟოლიანისგან და მიხეილ სააკაშვილისგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ რეფორმატორთა საბჭოს მიზანი არის ახალი ბევრი ადამიანის მოზიდვა, რომელთა მე ესე მიმაჩნია, რომ უდიდესი ნაწილი ალბათ შემდგომში უკვე გახდება ნაციონალური მოძრაობის წევრი. ამას ემატება ობიექტური გამოწვევა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მე მაინც გონია, რომ მე ვრჩები ჩემს პირველ მოსაზრების ერთგული. პირველი შემოთავაზება რაც იყო, ის მიმაჩნია ყველაზე სწორად, როდესაც თანათავმჯდომარეობის შემოთავაზება იყო პარტიაში თინა ბოკუჩავას და ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით. რატო არ გამოვიდა ეს? ეს მე მგონი ამ ორ ადამიანთან არის დაკავშირებული და აქაც მე მგონი ორივე საჯაროთა აქ დაფიქსირებული და საზოგადოება ხვდება დაახლოებით რა შეიძლება ყოფილიყო ამის გამსაზღვრელი, მაგრამ ამის შემდგომ ეს არის იმ შეკითხვაზე, რომ ხა პარტიაში მიუღებლობა იყო ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ეს საკითხი ასე არ დამდგარა. უბრალოდ ფაქტია, რომ პარტიაში უნდა ჩატარდეს არჩევნები, ეს არჩევნებისთვის პარტია არის მოსამზადებელი, რეფორმა 6 თვის თავზე, ხო, როგორც გავიგეთ? 6 თვის თავზე შეიძლება სავარაუდოდ განმავლობაში. წლის ბოლომდე ალბათ. ხო.
შეიძლება ვთქვა განმავლობაში. მანამდე ფორმალური არჩევნები ალბათ ჩატარდება შესაბამისი ორგანოების რომ იმისთვის რომ ლეგალურად ჩვენო პრობლემა არ სამართლებრივი პრობლემები ლეგალური პრობლემა რო არ შეგოქნას, ყრილობა ჩატარდება, სადაც მოხდება აი ამაზე გადაწყობა ამ დროებითი მართვის ორგანოზე, რომელიც ფაქტობრივად გულისხმობს. ლევან, კიდევ ერთი კონკრეტული შე თქვენ სანამ შემხვიდით სტუდიაში, შეხვდით კიდეც ბატონი ზურაბ ჯაფარიძე იყო სტუდიაში და ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ზურა ასაბუთებდა ალიანსის მიერ არჩეული გზის სისწორეს და რომ ამას ალტერნატივა არ აქვს, საიმისოთ რომ მეტნაკლებად სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებამდე მივიდეს საქმე. ამას ჭირდება სერიოზული მობილიზება ოპოზიციური საზოგადოების. ამ ხრივ ისედაც პრობლემა არის ალიანსის სამობილიზაციო რესურსსა და კოორდინაციის ხარისხს შორის. ჩემი აზრით სუბიექტურად, რასაც უყურებთ, ყოველ შემთხვევაში რაღაც გრანდიოზულ მიტინგებს, მანიფესტაციებს და ასე ჯერჯერობით ვხედავთ. 26 მაისის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა და თან დაპირისპირების ხარისხი სუბიექტებს შორის აშკარად მატულობს, არ კლებულობს. ხო, ეხლა ცოტა თითქოს ჩამცხრალია, მაგრამ ჩაცხრა იმის გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე გადავიდა შიგნით მთელი აქცენტი. თუ ეს ასია და ამ ალიანსში რჩება ნაცმოძრაობა იზიარებს იმ 6 პუნქტის შესრულების აუცილებლობას და დიდი სამობილიზაციო მოძრაობის აუცილებლობას. ამ 6 თვის განმავლობაში, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა მოხდეს, პარტიას ხელმძღვანელი ვინ ეყოლება, ანუ ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც როგორც ალიანსში, ასევე აი ამ ალიანსის მიერ გამოცხადებული სტრატეგიის შესრულებაზე პასუხისმგებლობას აიღება. დარჩე შტაბეჭდილება, რომ ამ 6 თვის განმავლობაში პარტია დაპაუზდება პირიქით, უფრო აქტიური უნდა გახდეს ყველა ვარიანტში. და მათ შორის არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია რომ პარტიას ფორმაში იყოს, მისი ამორჩევლიც უფრო დაინტერესებული იყოს, ვინ იქნება ამ პარტიის ბედის განმგები თავმჯდომარის პოსტთან მიმართებაში. ამ პერიოდის განმავლობაში იქნება დროებითი მართლობითი საბჭო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა თანამდებობა პარტიაში შემდეგ ყრილობამდე გაუქმდება, ანუ თავმჯდომარის არჩევნებამდე. გამონაკლისი იქნება პოლიტიკური საბჭო და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მე მგონი ამას ახსნა არ ჭირდება, რატო ხდება ეს ასე. დანარჩენი თანამდებობის მქონე ჯერ ერთი ეს პირობითია, უბრალოდ მე მესმის შრომას აწესრიგებს და როლებს აწესრიგებს პარტიაში ვინ რა უნდა გააკეთოს, თორე ხაკ რეგალიებზე არ არის საუბარი. მაგრამ შეიქმნება დროებითი მართვის საბჭო, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული სია, მიმდინარეობს ჯელობა, რამდენიმე ადამიანი იქნება, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმუშავებს როგორც რეფორმების გატარებაზე, რეფორმების საბჭოსთან ერთად. ეს არ იქნება, რომ რეფორმების საბჭო ცალკე აკეთებს და არა, ერთობლივად იმუშავებენ რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით და პარტიის ფორმაში მოყვანასთან დაკავშირებით. ამ პერიოდის განმავლობაში ეს იქნება კოლექტიური მართვის ორგანო, საკანონმდებლო დანაწეს, რაც შეეხება ჩვენ წესდების დონეზე თავმჯდომარის თანამდებობას ბუნებრივი არ ვაუქმებთ, უბრალოდ იქნება დათქმა, რომ არჩევნები როცა ჩატარდება თავმჯდომარის ავირჩევთ თავმჯდომარეს, მაგრამ საკანონმდებლო მოთხოვნა რაც არსებობს, არის ის, რომ პარტიას უნდა ყავდეს ტექნიკურად ერთი პირი მოყოფილი, რომელიც შეასრულებს ამ მოვალეობას, რომელსაც ექნება წმინდა ტექნიკური ხასიათი. ლევან, პირადად თქვენს გეგმებს და როლს რაც შეეხება მთელს ამ, გარედან მაინც ჯერჯერობით შესახედავად საკმაოდ გაურკვეველ პროცესში, თუმცა განაზრახი ნათელია, რომ პარტია გამოვიდეს უფრო გაძლიერებული ინფრასტრუქტურულად და მათ შორის რაღაც ალტერნატიული ფინანსური წყაროებიც გაჩნდეს, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, საწევროების მეშვეობით და ასე შემდეგ, ხო? ამაზე სხვა დროს გვექნება უფრო ძალიან ბევრი საწინააღმდეგო მოსაზრებას არსებობს, ამ რა პრობლემები შეიძლება შექმნას არსებული რეჟიმის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაგრამ აი თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, რომელი ძალები, რა რესურსები უნდა გაძლიერდეს და მობილიზდეს ნაცმოძრაობაში, საიმისოთ, რომ მან მიაღწიოს იმ შედეგებს, რასაც ქვია არჩევნებში და ზოგადად პოლიტიკურ ცვლილებებს ქვეყნის მასშტაბით. მე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვარ მას შემდეგ, რაც გავხდი სრულწლოვანი, არჩევნებში სხვა არც ერთი პარტიისთვის არ დამიჭერია მხარი. აქტიურად ჩავერთე 2020 წლიდან ამ პარტიის ცხოვრებაში, მაგრამ საჯაროდ როგორც ამ პარტიის წარმომადგენელმა ოპერირება დავიწყე 2024 წელს, როდესაც კამპანიის სპიკერი ვიყავი.
ამის შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა ჩემი აზრით გამომიცხადა ძალიან დიდი ნდობა, როდესაც დამაკისრა ის ვალდებულება, რასაც პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა ჰქვია და მე მინდა მადლობა გადაუხატო როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე თინა ბოკუჩავას, რომელიც ამ დროის განმავლობაში ძალიან турბულენტურ ვითარებაში უძღვება პარტიას, უდიდესი გამოწვევების და პოლიტიკური კრიზისების პირობებში და ეს არ არის მარტივი. შეიძლება ზოგიერიდება ამ თემაზე საუბარს, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებით რთულია ქალისთვის და სამი შვილის დედისთვის, რომ ასეთი ყურადღება ქონდეს გადატანილი მთლიანად აი ამ პოლიტიკურ პროცესზე და თინამ ნამდვილად ძალიან ბევრი რამ გააკეთა განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ. კი, ყურადღების მიღება ძალიან კონკრეტული საფრთხეებიც და შემთხვევებიც მის მეუღლესთან დაკავშირებულია ესე რომ მას ემუქრებოდნენ მისი შვილების უსაფრთხოებით და როდესაც ადამიანი ასეთ რისკზე მიდის, ეს ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, მე მჯერა, რომ პარტიაში აუცილებელია ერთგვარი ბალანსის პოვნა, როგორც ახალი ადამიანების შემოსვლას, ისე პარტიის შიგნით არსებული რესურსის გამოყენებას შორის. ამ პარტიას ყავს საოცარი რეგიონალური ლიდერები, როგორც გამოცდილი ლიდერები, ისე ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც უბრალოდ პერსპექტიული ხალხი კი არ არიან. სხვადასხვა დროს საკუთარ საარჩევნო უბნებზე აქვს დამტკიცებული, რომ ქართული ოცნებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. ერთი არის შინაგანი განცდები, რომ მე ვიღაც ჩავთვალო ლიდერად, მაგრამ მეორეა მათემატიკა, როდესაც ხედავ საქართველოს მასშტაბით შეძლებთ ასეთი ხალხის პოვნა. ნახეთ როგორ არის, მე მიმაჩნია, რომ ბევრი საუბრობს მადიარზე, მადიარი. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება 3000 უბანზე თითო მადიარი რა. ამის გარეშე არ გამოდის. 3000 მადიარი გვჭირდება. ამის პოვნა არის ჩემი მთავარი მიზანი. და მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ამ პროცესში ჩაერთოს, არის ის, რომ მას ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოყავს ძალიან აქტიური ადამიანი, რომელსაც არ ეზარება ხალხთან კონტაქტი, არ ეზარება სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და კორპუს-კორპუს სიარული, რომ ასეთი ადამიანები იპოვოს. ასეთ ადამიანებს გაუხსნას გზა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი ადამიანები პარტიის შიგნით, რომელთა მხრიდანაც მე მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ამ პერიოდის განმავლობაში და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასე იქნება და ჩემგანაც ის ადამიანები, რომლებიც ახლა შემოუერთდებიან ნაციონალურ მოძრაობას, ზუსტად იგივე გვერდში დგომას ნახავენ, რასაც მე ვგრძნობდი ამ წლების განმავლობაში ჩემი უფრო გამოცდილი კოლეგა პოლიტიკოსების მხრიდან. 3000 მადიარის პოვნა რთული, მაგრამ არ მგონია შეუძლებელი იყოს. მე მგონია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ზურაც ამაზე საუბრობდა. მე მგონია, რომ საერთო ჯამში ყველა, ვინც სწორად იაზრებს ველი ამ წუთას რა მდგომარეობაშია, ჩვენ გვჭირდება, რომ ადგილზე თითო უბანზე და ეს მხოლოდ და მხოლოდ რეგიონებს არ ეხება, თბილისი, დიდი ქალაქები, ყველგან გვჭირდება, რომ ყავდეს თავი. და ეს უნდა იყოს ჰორიზონტალურ მართვაზე, როცა ვსაუბრობთ, ეს მარტო პარტიულ თანამდებობებს არ ეხება. ეს ეხება მათ შორის აი ამ ძალათა გადანაწილებას.